მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიოს სივრცის FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს, მასთან დაკავშირებულ სიახლეებს, კანონშემოქმედებით პროცესს და რა საკითხების გადაწყვეტა უწევს საპარლამენტო კანონშემოქმედების პროცესში ამ პარლამენტს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ლევან მაჭავარიანი და სწორედ აი ამ ჩვენი გადაცემის თემატურ საკითხზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სიახლე. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შემდეგ ტრადიციულად ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებული ბოიკოტი, რომელიც დაყნობილია ესეთ დოქტრინაზე, რომ თუ ჩვენ ვერ ვიგებთ, მაშინ ესე იგი არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ და როგორც მინიმუმ კრიზისი უნდა შევქმნათ, ეს პროექტი და ეს განზრახვა შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდა და არ მუშაობს, იმიტომ რომ იყო იმედი, რომ აი რაღაც ჩვენ ამ კრიზისს გავახანგრძლივებთ, ეგეთი პარლამენტი არავის არ უნახავს, როგორ შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი და ჩვენ როცა ამ გადაცემაში ჯერ კიდევ შარშან ვაშუქებდით, მაშინაც ვიძახდით, რომ აი ძალიან ჩვეულებრივად და მშვენივრად იქნება ყველაფერი, იმიტომ რომ ერთგვარად ეს გზა წინა 2020 წელს უკვე გავლილია, რომ მაშინაც ქართულმა ოცნებამ, რომელმაც გაიმარჯვა 2020 წლის არჩევნებში, მაშინ ოპოზიციას ერთგვარად რაღაცნაირად აი ამ კრიზისის თანხმობით მოგვარების კუთხით ყველაფერი დაუთმო, იმ გაგებით რომ არსებობდა რაღაცა შარლ-მიშელის შეთანხმება, შემოდით პარლამენტში, შემოვიდნენ, განაცდურები იქნებ მოგწეთო მე იმათო თქვეს და მისცეს. ანუ მაქსიმალურად იყო ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ერთგვარად აი ეს რაღაცა რთული პროცესი ამ კოჰაბიტაციის ასე ვთქვათ გაგრძელებულიყო. მაგრამ დადგა 2024 წელი, ისტორია განმეორდა და ანუ პრაქტიკულად გაირკვა, რომ აქ არაფერი არ გამოსწორდება და სწორედ ამიტომ ქართულ ოცნებამ გადაწყვეტა, რომ ანუ ასეთი ოპოზიციას ყოლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა წინა 4 წელი, სადაც ოპოზიციას პრაქტიკულად დესტრუქციის მეტი არაფერი არ გაუკეთებია და მონაწილეობა არ მიუღია არაფერ ქვეყნისთვის სასიკეთოში. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და პირველ რიგში ლევანი მინდა დავიწყო ზოგადი საკითხით, რომ აი როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ განვლილი რამდენიმე თვე წმინდა პარლამენტის კუთხით და მე გადავიდეთ უკვე იმ კონკრეტიკაზე, რაც ეხება კანონშემოქმედებით პროცესს, იმიტომ რომ გარდა უამრავი სხვა სამუშაოსი, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, ჩვენ ვნახეთ რაღაც ახალი კანონები, მე მას ვეძახი ხოლმე რაღაც სუვერენიტეტის გამაძლიერებელ კანონთა პაკეტს, იმიტომ რომ ეს მიმართული არის ყველა იმ ხარვეზის აღმოფხრისკენ, რასაც ჩვენ მანამდე ხედავდით, რომ როდესაც გიტევს ოპოზიცია და გადის კონსტიტუციური წესრიგის ჩარჩოდან, რითი სარგებლობს, რა ესე ვთქვათ, ნახრეტებს პოულობს და რა უნდა დაიკეტოს. როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ ეს განვლილი პროცესი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ხო, ნუ ეს ფილმი ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნანახი, ხა 2016 წელსაც ფაქტობრივად იგივე ხდებოდა, თუმცა ისეთი სიმძაფრით არა, როგორც უკვე 2020 წელს, ვინაიდან 2020 წელს უკვე ჩაერთო იქ Deep State-ის გარე აქტორები, თავიდან ბოლომდე ჩართულები იყვნენ. და ჩვენ ნუ მოდი ესე ვთქვათ, რომ მოგვიწია, რომ გავსულიყავით კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა, რასაც არასდროს აღარ დაუშვებთ და ჩვენ ამას ხაზი გავუსვით უკვე. იქ შარლ-მიშელის დოკუმენტი სწორად ახსენეთ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისეთ რაღაცას, რომელიც ნუ არანაირ არც კონსტიტუციის ფარგლებში არ იზრდებოდა, არც ლოგიკის, არც კანონმდებლობის არაფრის, უბრალოდ ანგარიში გაუწიეთ ძალიან ბევრ რაღაცას. და იქ თქვენ კარგად გახსოვთ, რომ 100 დღე ისე გავიდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამაზე ხელი არ ქონდა მოწერილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ყველა დათმობაზე წავედით, რაც იმ მედიაციის ფარგლებში ჩვენგან მოითხოვეს და შესაბამისად გამოვედით ამ დოკუმენტიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი. ხა იგივე ვაგვირდებით 2024 წელს, როდესაც ეს ჩვენთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს, არც ჩვენი მხარდამჭერებისთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს, არც ნეიტრალური საზოგადოებისთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს, მოდი ესე ვთქვათ, და არც რადიკალური პარტიების მხარდამჭერისთვისაც მე არ ამგონია, რომ ამის სიახლეს წარმოადგენდეს. ანუ მათი ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში, რომ სანამ არ მოიგებენ არჩევნებს, მანამდე უნდა იძახონ, რომ არჩევნები არის გაყალბებული.
გაკალბებული. ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა ისტერია მოყვა ამ არჩევნებს, როდესაც იზეიმეს, მოდი ესე ვთქვათ, 8 საათზე და შემდეგ უკვე ხა თვითონ ამხილეს ერთმანეთი რამდენიმე ოპოზიციონერმა, რომ რა გვაზეიმებდაო, ხო ვიცოდით რომ არ ვიყავით გამარჯვებულებიო, რაღაცა სპექტაკლი დადგეს, რომ თითქოს და თავიანთი მხარდამჭერები დაერწმუნებინათ იმაში, რომ გამარჯვებულები იყვნენ, ეს წინასწარ გაწერილი სპექტაკლი იყო და შემდეგ უკვე როდესაც რეალური შედეგები დადო უკვე CSKOM და სხვათა შორის ისფედის როლიც მინდა გამოუკვეთო, რომ მადლობა მათ გულწრფელობისთვის, განსხვავებით 2020 წლისგან, ამ წელს მათ თქვეს, რომ პარალელური ხმების დათვლა დაემთხვა CSKOM შედეგებს, უბრალოდ პოლიტიკური მიზნების გამო არ გვაწყობსო საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებაო. და უკვე ნუ დაიწყეს რა თქმა უნდა ამ გაყალბებასთან დაკავშირებით აბსურდული ბრალდებები. პირველ რიგში ყველაზე ნუ სასაცილო არის, მოდი ესე ვთქვათ, როდესაც 3,700,000 ამომრჩეველია დაახლოებით 2 მილიონის პარკლებში იყო აქტივობა და იქ რომ იძახი რომ 400,000 ხმა გაყალბდაო, ხო? ანუ უკვე მან სერიოზულ აბსურდზე საუბრობ, ანუ ადამიანი რომელსაც ოდნავ ლოგიკა უმუშავებს, უკვე ხვდება რომ ეს რაღაცა ბრალდება თუ სპეკულაცია, აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. შემდეგი საკითხი იყო რომ გადათვალეს მე მგონი ეს არ ყოფნიდა და 100,000 ადამიანი დატოვესო პირადობის გარეშე. ხო, ეხლა როგორ შეიძლება ისეთ პატარა ქვეყანაში როგორც საქართველო არის, ეს ამბავი არ გახმაურდეს, როდესაც 100,000 ჩვენს ანამოქალაქეს ეს ბჭყალებში ჩამოვართვით პირადობის მოწვევებით და სხვათა შორის სახალხო დამცველი ბატონი იოსელიანი, რომელიც ძირითადად ჩვენი კრიტიკით არის დაკავებული, ამას პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ ეხლა მე ამისი ამჯერაო, ხო 100,000 ადამიანი პირადობის გარეშე რო დარჩენილიყო, ერთი ადამიანი მაინც მოვიდოდა ჩემთან საჩივრით. ამას კიდე დაამატეს უკვე ქალბატონი ზურაბიშვილის ნარატივი იყო, მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ გაყალბება კი არ იყო, აქ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულებიო და სხვა შორის Reuters აძლევდა ინტერვიუს ეს ქალბატონი და იქ რომ კითხა ჟურნალისტმა რომ რატო ვერ ადასტურებ თუ ამას, ჩვენ როგორ უნდა დავადასტუროთ თუ ამერიკამ ვერ დაადასტურაო ესე, ხო? იქ ფაქტობრივად გამოვიდა რომ ბატონ ტრამპს დაარტყა 2016 წლის არჩევნების თემიდან გამომდინარე რომ იქაც რუსული სპეცსამსახურები იყო ჩარეული და ეხლა თქვენ ვერ დაადასტურეთ ესო და ჩვენ რანაირად უნდა დავადასტუროთო. იქ ნუ კიდე მე სხვა ქვეყნებზეც გაკეთდა აქცენტი რომ ირანიც ჩაერიაო ბოლოს მე მგონი კოსმოსზე გადავიდნენ რომ იქიდანაც ეს იყო ერთგვარად რაღაც პირველი პერიოდი ჩვენ ნახეთ გამალებული ძიება გარედან სადაც ამოვიდა იგრძნობოდა ყველაფერში ეს იყო გარე აქტორების მხრიდან გაკეთებული მოწოდება რომ კი რა თქმა უნდა გაყავდა მაგრამ თქვენ ეხლა შიგნით ვინც ხართ დაგვეხმარეთ რომ მოგცეთ რამე ხელმოსაჭიდი ისეთი რომელზეც გავყვეთ და ამიტომ იყო ამ ტაქტიკის ცვლილება ხან ერთი მიზეზი ხან მე ხო გახსოვს რაღაცა გაჟონა იყო შესაძლოა გაჟონვა სიტყვაზე ვინმე მრავი დაადასტურა რომ იქ ბიულეტენი რაც არის იქ მარკერით აღნიშნა მუქად უნდა აღნიშნო რომ მანქანამ წაიკითხოს სადმე ეწერო ის მეორე მხარესა უნდა ჩანდეს მაგრამ იმ ბიულეტენს მოყვებოდა კონვერტი ეს ამ ქვეყნის 2 მილიონმა თუ 2 მილიონმა ადამიანმა თავისი ხელით მივიდა აქ არჩევნებზე და თვითონ მიიღო მონაწილეობა და იქ ეს კონვერტში რომ დევს იქიდან არაფერი არ ჯონავს. ბოდიში გურამ რო გაწყვეტინებ თვითონ მაგ გაჟონვასთან დაკავშირებითაც თუ არ ვწდები 12 სიმულაცია ჩატარდა ბოლო 1 თუ 2 წლის განმავლობაში, სადაც აბსოლუტურად ყველა პარტიის წარმომადგენლის და NGO-ს წარმომადგენლების მონაწილეობას იღებდნენ. ზუსტად იგივე წესით ჩატარდა ეს სიმულაციები, იგივე ჩარჩო კონვერტით, იგივე ფურცლით, იგივე ეგრეთ წოდებული მარკერით და პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. რას თავარია მე ხშირად, რასაც ვიძახით, ეს იყო ამერიკელების ჩატარებული არჩევნები, დაკონტრაქტებული ამერიკული კომპანიები, ჩამოყვანილი დობა, ვიც კაცო ეს ისფედი იშიფრება როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია მან უნდა იცოდეს ეს ყველაფერი თვითონ სხვაგანვე დადიოდნენ დასაკვირვებლად და ამერიკაში რა როგორ ტარდება და 1000-ნაირი მექანიზმი რომ ყველაფერი უნდა იცოდნენ და ასე შემდეგ არ უნდა უკვიდეთ მაგრამ აი რა ხარ ამერიკა და შეერთებული შტატები და სალომე ზურაბიშვილი ვახსენეთ რომელიც არის ანუ ჩვენ ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ აი ამ ფიგურას როგორ ხელოვნურ სუნთქვაზე თუ ელექტროსადენებზე ყავთ შეერთებული ეგერ იმაში საფრანგეთში გამოიყვანეს რაღაცა მაკრონის პარტიის ფორუმზე იმისათვის რომ მას აქტუალობა შეძინონ და იქაური რაღაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაღაცა იძახის რომ დღეს წინააღმდეგ დღევანდელი მსოფლიოს ნელსონ მანდელა თუმე ყოფილა სალომე ზურაბიშვილი ამას ჩვენ ხედავთ და ამავე დროს რაც თავარია ჩვენ ხედავთ ძალიან უცნაურ აი ჩვენ მქონდა როდის მქონდა წინა კვირაში ქონდა გადაცემა ყავდა ბატონი ზაზა შათერიშვილი მოწვეული ჩვენ ხედავთ ძალიან უცნაურ ფაზას დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ დონალდ ტრამპის თუ არის ინტერვენცია და დღესაც გრძელდება სხვა მიმართულებით
ბუნდოვანების შექმნა, ქაოსი, ზუსტად ეხა ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით, მაგრამ პოლიტიკურადაც ვნახეთ და რასთავარია ეს იყო უკრაინული პარადიგმის თლიანი შემოტრიალება, განსხვავებული დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და სერიოზული დაპირება და ძალისხმევა, რომ ჩვენ ამ კონფლიქტს გავაჩერებთ, მაგრამ ბოლო პერიოდია პროგრესს ამ მხრივ ვერ ვხედავთ. და რაც თავარია საქართველოსთან მიმართებაში, იგივე ევროპასთან მიმართებაში, აი რაღაცა ერთგვარად შტილია, სიჩუმია, ანუ რაღაც კომენტარი არ კეთდება, იქ რაღაცას დაუსვავენ სახელმწიფო დეპარტამენტში და ისე ჩვენ დაგიბრუნდებით, მე ვიღაცა წინ ძალიან საეჭვო რეპუტაციის აქედან გადაბირებულ გაქცეულ ქართველ რაღაც ჟურნალისტს რაღაცას გამოაჟონინებენ ხოლმე ხვდებით, ანუ ისევ თანდათანობით იკვეთება ის ძველი ხელწერა, რითაც თავის დროზე манипуლირებდნენ ხოლმე და სხვადასხვა საკითხებზია, ხო, ლაპარაკი იქ არის დღეს ჩვენ მოვისმენთ მაგალითად ჯინშახინის განცხადება, რომ აი ანაკლია ჩვენ არ გვინდა რომ ააშენონ ჩინელებმა მაგალითად და ამ დროს ამერიკელებს მივეცით და არ ააშენეს. აი ეს დამოკიდებულება რომელიც ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია, ანუ ეს მკაფიო ზუსტად არ არის, ხო, მაგრამ რაღაცა შეინიშნება, მინიშნებები და ერთგვარი ჩხლეტები. აი დღეს როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ რაზე უნდა დაგვაფიქროს მოცემულმა სიტუაცია. ცოტა გრძელი შეკითხვა გამომივიდა და არ მინდა რამე გამომჩნდეს. ეს ფაქტობრივად შესავალი გავაკეთე, მაგრამ აქცენტი მინდა გავაკეთო დღეს დღევანდელ მოცემულობაში ის რომ გაყალბება აბსოლუტურად დამთავრდა ეს ამბავი. არა მარტო ეგ ამბავი დამთავრდა. შემდეგ რა ისტორიაც მოყვა რომ არიქა ჩვენ რაღაცა თითქოს ევროპიდან ამოგვლიჯეს. ეგეც დამთავრდა თქო მაგას ვიცახე. ეს ჩავარდნილია და ეხა ხდება გარკვეული ფიგურების ხელოვნურად გადაწყვეტილება და ისევ საგარეო სპიკერები ის რომ აქ ტემპერატურა მაინც იყოს მაღლა ჩაერთვნენ შიდა პოლიტიკაში და აი შახინის განცხადება ერთ-ერთი ამ მიმართულებით ბოლოდან დავიწყე. ხა მე მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ამერიკაში და როდესაც საქართველოში დაინიშნა ამერიკის ახალი ელჩი ქალბატონი დანიგანი, მას შეხვედრა ჰქონდა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან, როდესაც ბატონი კობახიძე მაშინ გახდათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და იმ შეხვედრაზე იყო საუბარი ანაკლიის სპორტთან დაკავშირებითაც და ჩვენო პრემიერ-მინისტრმა შეახსენა ქალბატონ ელჩს, რომ ეს იყო ღია კონკურსი და სამწუხაროდ არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტენდერში მიიღოთ მონაწილეობა. ეს არის ფაქტი. ამ ფაქტს ვერ გაექცევ. ეხლა ჩვენ თუ საკითხი ესე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და შესაბამისად სხვას არავის არ ააშენებინოთ, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ჩვენთვის პრინციპული არის ეს სპორტი, ეს არის უზარმაზარი შემოსავლის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პროექტი და აქაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, სადაც საქართველოს ფლობს 51% საკონტროლო პაკეტს, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს არის ჩვენ ხელში, ჩვენი შვილების ხელში, ჩვენი შვილთა შვილების ხელში და ჩვენი მომავალი თაობის ხელში საკონტროლო პაკეტი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ იმასთან და იმ ჯგუფთან, ვისანაც ყველაზე მეტი სარგებელი შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ პრემიერს ამასთან დაკავშირებით, რომ მქონდა საუბარი ქალბატონ ელჩთან, პირდაპირ წაუყენა ეს საკითხი, რომ თუ თქვენ გაინტერესებდათ, თუ თქვენი ქვეყნის, თქვათ, კორპორაციებს ან კომპანიებს აინტერესებთ ამ პროექტში მონაწილეობა, მაშინ ამ ღია ტენდერში რატომ არ მიიღეს მონაწილეობა? ეს ერთი საკითხი. ქალბატონის ზურაბიშვილის საკითხი რომ ამოვწუროთ, მე მგონი 31 მარტს იგი გამოვიდა პარალელური რეალობიდან და მე მგონი უკვე რეალურ სამყაროში დაიწყო ცხოვრება, ნუ იქ ძალიან სასაცილო კადრი იყო, როდესაც პრეზიდენტის ტრიბუნით იყო, უკან ფრიმიშას ძალიან ესეთი დიდი ბანერები ახდა ამ ყველაფერს და ნუ იქ საზოგადოებამ, იქ მისულმა საზოგადოებამ სტვენა დაუწყო, რაღაცა ისეთი ნეგატიური შეძახილები და ასე შემდეგ და მე მგონი ეს ქალბატონი უკვე გამოდის იმ მდგომარეობიდან. არა, მე დაგეთახმები რომ ამიტომ ის მაინც ჩემი აზრით ასრულებს მართლა იმ როლს, რაც არის რაღაცა განსაზღვრული და ეს რაღაცა საგარეო მისი იპოსტასი უფრო და უფრო იკვეთება. ანუ ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება სწორედ მაგ ფონზე, აი სტვენის და 31 მარტის ფონზე, რომ მთელი მოქმედების ალგორითმი ოპოზიციის თლიანად არის აწყობილი და დამოკიდებული საგარეო მითითებებზე. არა, მაგაში ორი აზრია. შეუძლებელია სხვანაირად აიხსნას, რატომ უნდა ყავდეს, რა ქვია, რატომ უნდა თქვა საფრანგეთმა, რომ დღეს ნელსონ მანდელა არის სალომე ზურაბიშვილი და შემდეგ იქ მისი პროფილი გაამდიდრონ, ეს ვთქვათ, მისი იქ გამოშვებით, ეხლა რა ელაპარაკა, ხო, რაღაცა შიდა ფრანგული მაშინ, რომ ეს არის იმისთვის, რომ ძველად ჩაღი რო ხალად ჩაგაცვამდა, ხო იცი, აი დღეს არის ეს, რომ მისთვის რაღაცა რეგალები შეძინონ, აი ნახეთ რა მსხვილი ფიგურა. მაგაში ორი აზრი არ არის, მაგას ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ,
რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, ოპოზიცია მოქმედებს გარედან წამოსული ინსტრუქციების მიხედვით. ეს ინსტრუქციები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო იმგვარად წამოსული, როგორც ვნახეთ, გადაჯგუფებები მათ რიგებში. მაგალითად, ყველაზე კარგი მაგალითი არის ხოლმე, როდესაც ჩვენ გავიხსენებთ ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ალეკო ელისაშვილს, რომლებიც პირდაპირ თქვა ვერ იტანენ ერთმანეთს, ეხა ისეთი სიტყვებით თქვა ერთმანეთი ნალანძღი და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ერთ პარტიაში, ხო? წამოვიდა ინსტრუქცია და მოუწიათ. ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ნალანძღი ყავს ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერს უშვერი სიტყვებით, მოუწიათ რომ მის ქვეშ გაერთიანებულიყვნენ, ცოტა უტრირებულად რო ვთქვათ, ანუ სუფრის სათავეში იგი დაუსვეს, იმიტომ რომ გარედან ესე იყო ინსტრუქცია წამოსული და მას გააცენტრალიზირებინეს ის დავალებები, რომელიც მოდიოდა რადიკალური ოპოზიციის მიმართულებით. ამაში 100%-ით გეთანხმებით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარე აქტორებმა შეაფასეს ახლა სიტუაცია, ხვდებიან, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უკვე აბსოლუტურად არაფერს აღარ წარმოადგენს, ვინაიდან იმ დროს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო კი ბატონო და აქედან გამომდინარე რაღაცა ტიპის წონა გააჩნდა, თუმცა დღეს მისი რეიტინგი, არ ვიცი, ნულს ქვემოთ არის ავარაუდოთ, ხო? თუმცა როგორც წამოვა ინსტრუქცია და როგორც მოიფიქრებენ ეს გარე დავალების მიმცემები, მაინც იმგვარად მოუწევს ოპოზიციას გადაჯგუფება, თუ ეტყვიან, რომ ეხა ორი პარტიით უნდა გახვიდეთ, თუ ეტყვიან, 8 პარტია უნდა ჩამოაყალიბოთ, ზურაბიშვილი იყოს ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იყოს ლიდერი, მათ მოუწევს ამაზე დათანხმება, თუმცა ეს კიდე მეორე საკითხია, ნახეთ, აქ ორად დავყოფთ თემას. ერთი არის რომ ოპოზიციის ასარჩევი რომ იყოს არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ისინი ცალსახად არ მიიღებდნენ მონაწილეობას, ვინაიდან არ მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, გაუწყვილეს თავიანთ ამორჩეველს იმედები. ატყუებდნენ თავიანთ ამორჩეველს, რომ ჩვენ დავამტკიცებთ იმას, რომ არჩევნები იყო გაყალბებულიო და დღემდე მტკიცებულება ვერ წარმოადგენეს. დესტრუქციაზე არიან მთლიანად აწყობილები და ღიად აცხადებენ, რომ მათი დღის წესრიგი არის, რომ რაღაცნაირად ქვეყანა მოაქციონ ეკონომიკურ იზოლაციაში. ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა, იციან რომ ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა იციან რომ მათი რეიტინგი ყოველ სამას მომხმობ საუკეთესო შემთხვევაში არის განახევრებული და შესაბამისად მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება არჩევნებზე არის. მიჭირს მე დათანხმება, იმითი რატო აი უყურე პირველ რიგში როცა ის დასავლეთი ესე ვთქვათ ინსტრუქციას აძლევს, ჩვენ ხო ვიცით ეს როგორ კეთდება ეს, ხო? აქ თუ ისინიც ატარებენ კვლევას, როგორც ქართული ოცნება ატარებს კვლევას და რეალური აზრი აინტერესებს და მე გახსოვს დაცინოდნენ რომ უი რა ხელა პროცენტი გიწერია და დაჯდა მე 1%. და ისინი რო ატარებენ კვლევას, ხო, რაღაც გაუგებარი მეთოდოლოგიით, მე ეს ილუზია შექმნეს, ან შეაქმნევინეს, იფიქრეს, რომ ცოტას ავწევთ, მე დანარჩენ რეალობას უკვე ამ ილუზიას მოვარგებ და გახსოვს ამ კვლევების გამო, აი თქვენ ერთად უნდა გაერთიანდეთ, ყველაფერი არ გამოსდით, მაგალითად, ხო გახსოვს იყო ცდელობა, რომ ხაზარაძე და გახარია გაერთიანებინათ. მაგრამ ნუ აი რაღაცა არ გამოვიდა ეგ ბოლოს მე სალომე ზურაბიშვილი ჩარიეს მედიატორად ეგ ამბავი რაღაცა არ გამოვიდა. ეხლაც მსგავსი სავარაუდოდ იქნება რომ დათვლიან რა როგორც ჯობს, მაგრამ ერთის მხრივ მე ძალიან კარგად მესმის რომ ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ გამოსვლას და კიდევ ერთხელ შერწყმას, მაგრამ ნუ ეხა ხო არის რაღაც როგორ ვთქვა ისე არასკაბრეზულად რომ რაღაცაზე მეტად ვეღარ გაფუჭდები ესე ვთქვათ რა უკვე მორჩა ეს როლზეა დამტკიცებული ხა გუბასტანიკიძის რამე შეიძლება ეშველოს ოდესმე მის რეპუტაციას ხო ნებისმიერ უამრავი ადამიანისას მაგრამ ეს ნიშნავს რომ ეხლა რომ შენ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური თვითლიკვიდაცია ანუ მედია პრაქტიკულად იკარგება მათი რაღაცა დაფინანსებაც უმცირდება ის ფონდები იმიტომ რომ ამერიკამ გადაწყვიტა რომ რაღაცა შეცვალოს ყოველ შემთხვევაში ტრამპმა მაინც და ეს უკვე ამ USAID-ის საქმიანობაზე აისახა ეს რაღაცა დაფინანსება კლებულობს და ამ პირობებში შენ თუ პოლიტიკური რაღაცა ველის გარეთ დგები ეს მთავრდება ეს ყველაფერი, ანუ პლატფორმა არ აქვს გაუმჩეულს, არ ელაპარაკები რაღაცა მედიაში დღის რომ მქონდეს მედია დღის წესრიგი არ აქვს. ანუ შენაო უფრო ესენი პრაქტიკულად არჩევნებში არ მონაწილეობით ხელს მოაწერენ თავის ლიკვიდაციას. კი ბატონო, აი მაგიტომ ყოფდი თემას ორად. მათი ასარჩევი რო იყოს, მათ ურჩევნიათ რომ მათი რეალური რეიტინგი არ იყოს გამომჟღავნებული. თუმცა მათზე ეს დამოკიდებული არ არის, რომ მოიცლიან მათთვის მათი გარე უფროსები, რომლებიც დღეს გაცილებით სხვილი პრობლემებით არიან დაკავებულები, პრობლემების გადაჭრით, როგორც ეტყვიან, მაინც ისე მოუწევთ მოქმედება. თუმცა, აქედე შემოდის ერთი მაგრამ. შეიძლება საერთოდ ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ ეს დავაანონსეთ, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობა.
რამდენიმე თვეში დასრულდება და ჩვენ უკვე ხედავთ და მოქალაქეები ხედავენ, ახლა ნახევარი საქართველო უყურებს ამას პირდაპირ ეთერში, თუ რამდენი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სამართლებრივი საფუძველი შეგვექმნას, რომ საჩივრით მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სატელიტი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ხა მემკვიდრე პარტია ესე რომ გაუშიფრო მარტივ ენაზე უფრო ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, აქ იგულისხმება აი მაგალითად პარტია ახალი, რომელსაც ზუსტად იგივე საწესდებო მიზნები აქვს, იგივე გადაწყვეტილების მიღები პირები არიან, ვინც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, იგივე საქმიანობის არსი აქვს და შესაბამისად როგორ შეიძლება ჩვენ განვანცალკევოთ ეს ნაციონალური მოძრაობისგან, ხო? ნაციონალური მოძრაობა თუ აიგრძალება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში უკვე ახალი და მსგავსი პარტიები ვერ იფუნქციონირებენ. ახლა კონკრეტულად ლელოს რაც შეეხება ახლა ჩვენ რასაც ვისმენთ, ძალიან მძიმე მოსასმენია საგამოძიებო კომისიაზე, რასაც ვისმენთ, თუ როგორ გამოიყენებოდა TBC ბანკი პირდაპირ ინსტრუმენტად ბიზნესის რეკეტის კუთხით. ეს სხვა შორის ბატონი ელისაშვილი, როდესაც მე მას არაფერში არასდროს არ ვეთანხმები, ერთ რაღაცაში ვეთანხმები, როდესაც მან პირდაპირ ეთერში ლანძღვა დაუწყო ბატონ ხაზარაძეს, ზუსტად ეს პრეტენზია წაუყენა, რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ საგამოძიებო კომისიაზე, რომ შენო ღამეო კრედიტებს უხსნიდი პატიმრებსო TBC ბანკიდანო და ღამე ბიზნესებს აფორმებინებდიო და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის ბატონი ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის გარშემო. ეხლა ჩვენ მანდატი გავუფართოვეთ კიდე კომისიას, შეისწავლიან ისინი არა მხოლოდ 2012 წლამდე ასე ვთქვათ დანაშაულებს, არამედ დღემდე დანაშაულებს და იქ ბატონ გახარიასაც მოუწევს მტკიცება, რომ არ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის დანაყოფს და ძალიან გაუჭირდება, ხო? ეხლა როგორ უნდა ახსნას, რატომ აქვს მას პარტნიორობა და კოალიცია შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში მაგალითად და რატომ ემსახურებიან ერთიან დღის წესრიგს, რატომ აგზავნიან ერთად 4-ვე პარტია რადიკალური კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა რაღაცა დანოსებს ბრიუსელში, სადაც ითხოვენ ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას, ურთიერთობების შეჩერებას ევროკავშირის მხრიდან და ასე შემდეგ და ყველას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. შესაბამისად შეიძლება ძალიან დიდი სურვილიც ჰქონდეთ, შეიძლება დავალებას და ინსტრუქციაც წამოვიდეს, მაგრამ ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეგ მეორე საკითხი არის. ხა თქვენი კითხვა რაც იყო, იმასაც გავაგზავნებ თვითონ ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოსთან და ევროკავშირთან მიმართებაშიო და უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ხო, ხა უკრაინის ომთან დაკავშირებით ხედავთ აქტიურ ნაბიჯებს და შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ფიზიკურად ერთ ნაბიჯს ვერავინ ვერ გაიხსენებს, ვერ წინა ადმინისტრაციისას და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატებისას, თუ რა ნაბიჯი გადადგეს მათ ამ 3 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ეს ტრაგედია რამენაერად დასრულებულიყო, ხო? წაქეზების გარდა იქ ჩვენ ვერაფერს ვერ გავიხსენებთ აბსოლუტურად და რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვები პირველ თვეებში მით უმეტეს, რომ თქვენ ახლა გააგრძელეთ ბრძოლა, დაჩქარებული წესით მიგიღებთ ნატოში, ასე შემდეგ და ნუ აღმოჩნდა, რომ გაწირეს უკრაინა, ხო? პირდაპირ ამბობენ, ხო? მაგალითად დანიის პრემიერ-მინისტრის სკანდალური განცხადება, არ ვიცი ეს წამოწდენა იყო თუ რა იყო მისი მხრიდან, რომ უკრაინაშიო ომი უფრო ნაკლებად საფრთხის შემცვლელი არის ვიდრე მშვიდობაო, ხო? შემდეგ ამას მოაყოლა გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა განცხადება, რომ ნუ რაც უფრო გახანგრძლივდება იქ ომიო, ევროპა უფრო სიმშვიდეში იქნებაო. შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრად გავსი განცხადება გააკეთა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს უკრაინაში ომიო, მადლობა უკრაინას იმისთვის, რომ ჩვენ დრო მოგვაგებინაო, იმისთვის, რომ რაღაცეებისთვის მომზადებულიყავითო. ხო, ნუ პირდაპირ აცხადებენ ეს ბატონები და ქალბატონები ღიად, რომ ხარს უჭერენ უკრაინაში ომის გაგრძელებას, ხო? და ეხლა ამ პირობებში ბატონმა ტრამპმა რომ ეს ომი დაასრულოს ძალიან რთულია, თუმცა რეალურ ნაბიჯებს ვხედავთ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს. ეხლა დუმილი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა საქართველოსთან მიმართებაში რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდან ჩვენ ცოტა სხვა მოლოდინები გვქონდა, რა თემებზეც ისინი საუბრობენ, რა პოლიტიკურ ნაბიჯებსაც ისინი დგამენ, რა შეხედულებები და ფასეულობებითაც ისინი საუბრობენ, რა გზავნილებიც აქვთ, ეს ყველაფერი ერთ-ერთი ემთხვევა იმ გზავნილებს, იმ გადადგმულ ნაბიჯებს და ასე შემდეგ, რასაც ქართული ოცნება ვაჟღერებდით და ვაკეთებდით ამ 3 წლის განმავლობაში და Deep State-ი მსოფლიოში პირველებმა მე მგონი ჩვენ გავბედეთ და ჩვენ ავხადეთ რაღაცა დოზით ფარდა ისეც ბევრ სიღრმეებში ვერ შევდივართ, ისევ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდით მაგალითად იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები მოიხსნათ, ვინაიდან წინა ადმინისტრაციამ დაასანქცირა თითქოს და იმის გამო, რაღაცა გამოგონილი საბაბი, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთთან. დაუშვათ, ასე ფიქრობდნენ და მაგიტომ დაასანქცირეს. დღეს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, მაშინ ლოგიკური კითხვა გვიჩნდება, რომ მაშინ
ბიძინა ივანიშვილს მაგალითად რატომ არ უხსნიან სანქციებს. ანუ შესაბამისად ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის, რომ ჯერ ბატონი ტრამპი ვერ ამარცხებს Deep State-ის გავლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამის მსხვერპლი იგივე ხდება უნგრეთში. უნგრეთშიც მაგალითად, მარჯვენა ხელია ფაქტობრივად ბატონი ორბანის, რომელიც რაღაცა ისევ გამოგონილი საბაბი დაასანქცირა ყოფილმა ადმინისტრაციამ და მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არა. მაგრამ აი ბოდიში ევროპასთან მიმართებაში გავაგზავნებ. ევროპასთან მიმართებაში დუმილი ნამდვილად არ არის. ეხლა ის დემოკრატიის ლექციები, რაც ბატონმა ვენსმა ჩაუტარა მიუნხენში, თლიანად ევრობიუროკრატებს, ხომ? ეს დუმილს ნამდვილად არ ნიშნავს. ანუ მან ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ძალიან სერიოზული შენიშვნები მიცა თლიანად კოლექტიურად ევროპას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში ისინი ძალიან გასცნენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებს ევროკავშირი დგას ამდენი ხანია და რატომაც ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ, იქ ჩარევაზე იყო ძალიან სერიოზული შენიშვნა, როდესაც პირდაპირ ამხილეს იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გამოატანინეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ რუმინეთში პირველ ტურში გამარჯვებული პრეზიდენტის კანდიდატი პირდაპირ მოხსნეს, გააუქმეს მას ეს შედეგები და ეხლა საერთოდ ჩახსნილი არის, ვეღარ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხო? და ამ შემთხვევაში კიდევ ვისარგებლებ მომენტი და ის თავს მოხვეული რაღაცა ვეტინგის თემა რო იყო და რატომ არ ატარებსო საქართველოს ამ რაღაცა სასამართლო რეფორმასო, ეგრეთ წოდებულ ვეტინგს. სწორედ მაგიტომ არ ვატარებთ, იმიტომ რომ როდესაც გარე ძალებს მიცემ უფლებას, რომ დაგინიშნოს შენ ქვეყანაში მოსამართლეები, მაგ შემთხვევაში მთლიანად გარე ძალების ხელში ხარ, ხო? რაღაცა გადაწყვეტილება მოწონთ, რაღაცა არ მოწონთ და მაგის მიხედვით მიცემენ თავიანთ დანიშნულ მოსამართლეებს უკვე მითითებებს. შესაბამისად, ევროპასთან დაკავშირებით ხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან შევაფასებდი ამას, როგორც სუბუქად რო ვთქვა, ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, დღეს რა ურთიერთობასაც მათ შორის ვაკვირდებით, იგივე სატარიფო ომი რაც გამოცხადდა, ეხა ევროკავშირი აცხადებს, რომ ჩვენ საპასუხო რეაქცია გვექნებაო, ასე შემდეგ, შესაბამისად, იქ ურთიერთობები ცოტა არ იყოს დაძაბულია მიუხედავად მით უმეტეს ეხა გრენლანდიის თემას გადავხედოთ, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ ინტერესებში შედის გრენლანდია და გრენლანდია ჩვენ უნდა წამოვიღოთ დანიისგან, ხო? და იქ კიდე სხვა ტიპის საუბრებიც არის. დღეს არის ძალიან რთული დრო, მოდი ესე ვთქვათ, ესეთი რთული დრო, მე პრინციპში არ მახსენდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ანუ ცივი ომის დასრულების შემდეგ მით უმეტეს, მოდი ესე ვთქვათ, ხდება ახალი გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბება და ჩვენი მოქალაქეები უფრო და უფრო წმუნდებიან იმაში, რომ ის პოლიტიკა, რაც ქართულმა ოცნებამ გაატარა, ის პრაგმატული, ის ფრთხილი პოლიტიკა ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ის გადადგმული ნაბიჯები, ის ჩვენი გზავნილები და როგორ მყარათაც დავდექით იმისათვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არა მხოლოდ შეგვენარჩუნებინა და დამოუკიდებლობა, არამედ უფრო გაგვემტკიცებინა და დღესაც რა ნაბიჯებსაც ვდგავთ და თქვენ ახსენეთ და ცოტა გადავაბავდით, თქვათ ახალ კანონებთან დაკავშირებით, რაც უკვე ჩვენ მივიღეთ, რომელსაც უფრო თქვენ ეძახით სუვერენიტეტის გამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, აბსოლუტურად გეთანხმებით, ოპოზიცია რა თქმა უნდა ამას ეძახის დრაკონულ კანონებს, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მეტი დამოუკიდებლობისათვის. რუსულ კანონს, ყველაფერს რუსულს ეძახიან, ხო, ეხლა მნიშვნელობა არ აქვს 2 წლის წინ მართლმადიდებულ შობასაც რუსული დაარქვეს, ხო, კარგად გასულ, ხო? და მაგალითად მედიასთან დაკავშირებით კანონი, რომელიც ნორმები ისედაც არსებობდა, უბრალოდ კანონის დონეზე მივიღეთ ეხლა, სადაც უბრალოდ თვითრეგულირებადი იყო ის, რომ ტელევიზია თვითონ არეგულირებდა, ეხლა ცილის წამებლური კამპანია თუ იქნებოდა TV პირველის მხრიდან, მაგალითად კონკრეტული მოქალაქის მიმართ და ეს მოქალაქე მიმართავდა TV პირველს, რა თქმა უნდა რეაგირება არ იყო. ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უკვე მარეგულირებელ კომისიას. ამით ჩვენ გვინდა რომ გავაჯანსაღოთ მედია გარემო და არ იყოს fake news-ები, ობიექტურობაზე იყოს დაფუძნებული მიწოდებული ინფორმაცია და შემდეგ გადაწყვიტოს უკვე მოქალაქემ თავისი გემოვნებით ვის დაუჭერს მხარს. ეს ძალიან ლოგიკური არის. ეხლა იმასთან დაკავშირებით, ჯარიმებთან დაკავშირებით საყვედურობდნენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა, რაღაცა მუქარის ენა პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრზე და ასე შემდეგ, რატო ამკაცრებთ? ეხლა შენ თუ პოტენციური დამნაშავე ხარ და იცი რომ აქციაზე მიხვალ და პოლიციელს ხელი უნდა დაარტყა, უკაცრავად, მაგრამ გაგიმკაცრებთ ამას კი, იმიტომ რომ ორი ხასიათის არის ეს ყველაფერი. ერთი არის რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვალდებულები ვართ რომ ამ შემთხვევაში მაგალითად ჩვენი პოლიციელები უფრო დავიცვათ და მეორე ეს რა თქმა უნდა პრევენციულ ხასიათს ატარებს. ხომ შენ თუ პოტენციური დამნაშავე ხარ, რო იცი რომ გამკაცრებული არის ჯარიმა იქნება თუ სხვა ტიპის პასუხისგებლობა, შენ უკვე არ ჩაიდენ იმ დანაშაულს, რომელი დანაშაულიც გაქვს ჩაფიქრებული. და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა რადიკალებს არ აწყობთ, ვინაიდან მათი დღის წესრიგი, ეხლა ჩვენი შესავალი ნაწილიც ეს იყო, მათი დღის წესრიგი მთლიანად არის აგებული იქამდე,
რომ ქვეყანა მიიყვანონ დესტაბილიზაციამდე, არეულობამდე, ქაოსამდე, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, კიდევ წააგებენ, კიდევ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ასე შემდეგ. ნულოვანი შანსი აქვს მობრუნების, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს 4-ვე რადიკალური პარტია არის ერთიანი ძალა და შესაბამისად არ სურთ, რომ უკან მოაბრუნონ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ერთ რაღაცასაც დავამატებდი, მაგალითად ხშირი არის, აი ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის ამომრჩეველში ესეთი ტერმინი, რომ კოალიციური მთავრობა. იმ ამომრჩეველზე მოქვს საუბარი, რომელიც ვერ ხვდება და ვერ აანალიზებს, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძეც არის მთლიანად ამ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გუნდის განუყოფელი ნაწილი და იგივე აქტორებისგან იღებენ დავალებებს. კარგი, თქვათ, ვერ აანალიზებ ამას. კოალიციას როდესაც შენ ამბობ და იცი რომ 4-ვე პარტიას გაცხადებული აქვს ღიად დეკლარირებულად, რომ ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ აკეთებს. მაგალითად, ჩვენ რო ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ ოცნებას აეღო 59% საპარლამენტო არჩევნებში, ხო? 51%-ს იღებდა ეს 4 რადიკალური პარტია. ვიცით რომ ერთმანეთში აკეთებდნენ კოალიციას, სადაც ხმებით, დაახლოებით 60%-მდე იყო ნაციონალური მოძრაობა და ახალი, ვიზეც ეს დაბნეული ამომრჩევლებით ცალსახად ამბობენ რომ ნაცები არიან და დაუშვათ ვერ აღიქვავენ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გახარია და ხაზარაძე ამ თამაშის ნაწილი არის ხო ანუ ესე იგი 60%-ით უშუალოდ ნაცები შემოდიოდნენ იმ კოალიციაში და 40% გახარეთ ანუ ვინი გდებდა ძალაუფლებას ხელში ისევ ნაციონალური მოძრაობა შესაბამისად ეს სიტყვა ძალიან პოპულარული რო არის კოალიცია ხო მე ურჩევ მათ ამომრჩევლებს რომ კარგად დაფიქრდნენ თუ ისინი ვერ აანალიზებენ რომ ბატონი ხაზარაძე ბატონი ბადრი ჯაფარიძე ბატონი მამუკა ხაზარაძე ბატონი გახარია ერთ საქმეს ემსახურება იგივე საქმეს რასაც ემსახურება ნაციონალური მოძრაობა მაგაზე მაინც დაფიქრდნენ რომ ამ 4 პარტიის კოალიცია რამდენად საშიშია, იმიტომ რომ ავტომატურად ისევ ნაციონალური მოძრაობა მოდის ხელისუფლებაში. კი ბატონო, ძალიან ის არის, რა ქვია, ეგ მე მგონია მაინც რომ მაგ პერსპექტივას ყველა მიხვდა, პირველ რიგში ის არგუმენტი, რომ მე ყველასგან ეგ მესმოდა კი, მაგრამ აი რა არ მოგწონთ, ხო, არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ თქვენ მაგალითად თუნდაც ორნიშნა პროცენტი გაქვთ, ხო? აი ეგ იყო მთავარი არგუმენტი, რომ კოალიციური ხელისუფლება. თუ კოალიციური გინდა, მაშინ შეექმნათ ერთიანი ბლოკი. ხვდები, ანუ განსხვავებული რატოა? იმიტომ რომ მაინც არსებობს რაღაც განსხვავება, მაგრამ აი ჩვენ ვართ საპროტესტო ელექტორატი გესმის და უბრალოდ ოცნების წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას და სამაგერად მე იქნება კოალიცია. ოღონდ კოალიცია ხო რაღაც თემატურად დგება, რაღაც საკითხებზე უნდა ვნახოთ საერთო ენა. და რა ხელისუფლებაზეა ლაპარაკი და ქვეყნის მართვაზე, როცა ელემენტარულ საკითხებზე არის აბსოლუტურად განხეთქილება და განსხვავებული მოსაზრება, ხო, რა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მიიღონ, გადაკეტონ რუსთაველი 200 კაცით თუ არ გადაკეტონ რუსთაველი 200 კაცით და უამრავი სხვა საკითხი, სალომე ზურაბიშვილი არის ლიდერი თუ არ არის, თუ სააკაშვილია ლიდერი. ყველაფერზე არსებობს განსხვავებული აზრი და ეს ვიძახი 2-სა და 3 შორის, თორე 4-ზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, ერთ საკითხს ვერ ნახავთ. რამდენი ინიციატივა დაძრა სალომე ზურაბიშვილმა, ხან ქარტია დაარქვა, ხან პლატფორმა დაარქვა, ანუ 4-ვე ეს გამსვლელი პარტია ვერაფერზე ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და მე მაინც გონია რომ ეს ფრუსტრაცია და დამოკიდებულება მაინც უკვე ხალხში მათ ამომრჩეველშივე ეს რაღაცნაირად გაჩნდა. ამას ემატება ის რომ მართლაც ეს პოლიტიკური სეზონი არის მართლა გარდამტეხი და გარდამავალი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რომ დასვას რაღაცა წერტილი რა, ანუ კაფიოდ განსაზღვროს და დაიცვას ის პოლიტიკური ველი, სადაც პოლიტიკური პარტიები უნდა კონკურირებდნენ ერთმანეთს შეთანხმებული წესებით. ეს ვერ იქნება რაღაცა ფეგურთის თამაში, სადაც შენ თუ შედეგი არ მოგწონს, როგორც გინდა, მე იმ საჯი შენი უნდა იყოს, სტადიონი როგორც გინდა ისე უნდა შეცვალო, აქ იქნება აბსოლუტურად განსაზღვრული და გაწერილი წესები, ხო? ანუ ეს ნახვეთი არ იქნება, მაგრამ გარდამტეხი არის საგარეო თვალსაზრისითაც, ხო? იმიტომ რომ თავარი საკითხი ჩვენ რეგიონზე რაც მოქმედებს, ეს არის უკრაინაში მიმდინარე ომი. ამერიკამ გამოაცხადა უკვე რაღაცა გვაჩვენა რომ განსხვავებული მიდგომა აქვს და უნდა ომის დასრულება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ჩანს. და ყველაზე მეტად ჩვენ ვხედავთ, ანუ დღეს უკვე თუ აქამდე ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობდა, დღეს უკვე ლაპარაკობს ხალხი რომ არა, აი ჩვენ ესე დასრულება არ გვინდა რა, ანუ ის რაც ადრე იყო სასაცილო. როცა ლაპარაკობდნენ რომ თუ ომის პარტია არსებობს და რასასულელია რა ომის პარტია, არ არსებობს რაღაცა გლობალური ქსელი, ეს ყველაფერი იყო სასაცილო. და ჩვენ ახლა უყურებთ ამერიკაში უკვე დაიწყეს დაორგანიზება ტრამპის საწინააღმდეგო აქციების და ხელწერით და ესთეტიკით,
შორის დღეს საოცარი ვიდეო ვნახე, ქართველი გოგო რაღაც საოცარი სახელი და გვარი იქ რაღაც ჭრელაჭულა აცვია ვიღაც იქაურო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამოდის ამ აქციაზე, ანუ ესთეტიკა აბსოლუტურად იგივეა. რაც იქ, რაც მე ევროპის აქციებზია სხვაგან, მართლა გლობალური ქსელია, რომელიც თურქეთში, საქართველოში, ამერიკაში ანალოგიური სტილი არის. ხავერდოვანი რევოლუციების ის დაწერეს ინსტრუქცია, რაღაც გაიდლაინი, აი ამ რაღაცა ყველა მიყვება ამას ერთიანად, ერთფეროვნად. კიდე მორიგმა ტალღამ უნდა გამოვა, გადავაროს, მაგრამ მე მგონი ნელა მიხვდა ხალხი, რომ ეს ყველაფერი ხდება მის ინსტრუმენტალიზაცია. ვიღაცა თუ მართლა ისეთი გაბრიყებულია, რომ რაღაცას იჯერებს, რომ მაღალ იდეალებს ემსახურება, თანდათანობით ხვდება ადამიანი, რომ ეს რაღაც ინტერესებს ემსახურება და ეს აღარ არის დამალული, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკრაინა კვდება და იბრძვის იმისათვის, რომ ვიღაცამ თავი უკეთესად დაცულად იგრძნოს და იმას სააცმლის ფულს იხდის ამ ფულს. მაგრამ, ნახოთ ჩვენ ეს წელს გადაწდება, მაგრამ ამავე დროს ისევ რომ დაუბრუნდეთ ჩვენს აი ამ ნაწილს, იმ კანონებს, რასაც ვიღებთ. და ჩვენ ვხედავთ, მაგალითად პარლამენტში დაიწყო ამ გარდა ამ კანონებისა კიდე რეორგანიზაციის პროცესიც. გარდა ამისა მინდა რომ თქვათ ერთ-ერთ მთავარ ძირითად კანონზე, რომელზეც აი იმიტომ რომ ეს რუსულ კანონად ყველაფრის მონათულად ძალიან მოდური გახდა, ამის კონტრიერიში იყო, რომ აი ხმოდ ჩვენ მივიღებთ ამერიკულ კანონს. ლაპარაკი ამ ფარაზე. აი ლევან თუ შეგიძლია რომ ტექნიკურად გვითხრა, ეს ფარა მესამე მოსმენით როდის დასრულდება, როდის მიიღებს კანონის ძალას და როდის ამოქმედდება უკვე. რა ვადიდა და რა ის წინა კანონს ამას ჩაანაცვლებს თუ ერთად იქნება. გამჭვირვალობის შესახებ. მივიღეთ ფარა მიღებულია და მე რომ მეორე მოსმენით იყო თუ უკვე მესამეთიც. უბრალოდ აქ მე მინდა განვუმარტო ჩვენ საზოგადოებას რამ გამოიწვია ფარას აუცილებლობა. ჩვენ როდესაც მივიღეთ ყველაზე რბილი კანონი, რაც კი არსებობს, თვითონ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უამრავი ქვეყანა, ვისაც მიღებული აქვს მსგავსი კანონი, ხო? ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთმა მიიღო ჩვენს მერე, კანადა, ისრაელი, ზელანდია, ეს რაც მახსენდება და კიდე სხვა ქვეყნები არის. ხო, ჩვენ იყო 6 გვერდიანი კანონი, რომელიც უბრალოდ ითვალისწინებდა იმას, რომ წელიწადში ერთხელ შენი შემოსავლის 20%-ზე მეტი თუ არის უცხოური დაფინანსება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დაადეკლარირო, საიდან ჩაგერიცხა ეს ფული და რაში დახარჯე. მხოლოდ ამას ითვალისწინებდა არანაირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და იყო მხოლოდ საჯარიმო სანქციები. და 500-მდე NGO ორგანიზაცია, კეთილსინდისიერი NGO ორგანიზაცია და ჩვენ ყოველთვის ხას უსვამთ ხოლმე, რომ ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა მრავლად არიან კეთილსინდისიერი ორგანიზაციები, რომლებიც მართლა კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არის სადღაც 100-მდე მავნებელი NGO ორგანიზაცია, ვისაც კოლექტიურ გიგაურებს და კოლექტიურ ლომჯარიებს ვეძახით, ვინც მხოლოდ მავნებლობას ემსახურება ჩვენ ქვეყანაში. 500-მდე ორგანიზაცია დარეგისტრირდა, მაგრამ ეს ყველაზე მდიდარი NGO-ები არ დარეგისტრირებულან. და ურჩევნიათ რომ საურავი გადაიხადონ მხოლოდ და არ გაშიფრონ თავიანთი არც დაფინანსების წყარო და არც ის თანხები, რაც რითიც აფინანსებენ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის იდენტობას, იქ LGBT თემები არის, იქ რევოლუციის მოწყობა არის, იქ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, რომელიც არ უნდათ რომ საზოგადოებას დაანახონ, ვინაიდან მაგ შემთხვევაში სრულად იქნებიან ლუსტრირებულები და შესაბამისად თუ ეხლა არის მათი, არ ვიცი მე, ნდობის ხარისხი 1%, შემდეგ იქნება უკვე 0-ს ქვემოთ. მაქედან გამომდინარე დადგა საჭიროება რომ ჩვენ უკვე ამერიკული ფარა გადმოვიღოთ, სადაც გათვალისწინებული არის უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობაც. და ამ შემთხვევაში ესე მარტივად თავს ვერავინ ვერ არიდებს ჯარიმების გადახდით. ამისი ერთ-ერთი ინსპირაცია ისეც იყო, რომ როდესაც ჩვენ მაგალითად USAID-ზე, NED-ზე საუბრობდით, თუ როგორი სახიფათო იყო მათი დაფინანსების უზარმაზარი ნაწილი, იქიდან გამომდინარე რომ ეს რბილი ძალაა და რა თქმა უნდა რბილი ძალის დანიშნულებაა რომ რაღაცა სიკეთეებიც აკეთოს, რომ საზოგადოება ნდობაში შეიყვანოს, მაგრამ უმრავლესობა დაფინანსება მათი ხმარდებოდა სწორედ რევოლუციის მოწყობას და როდესაც ამერიკამ ამხილა, ხო, პირდაპირ ბატონი მასკის დეპარტამენტმა ფაქტები დადო, მტკიცებულებები დადო, ქვეყნების მიხედვით ამ ქვეყნებში საქართველოც აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, თუ როგორ მავნებელ საქმიანობას ეწეოდნენ ეს ორგანიზაციები, ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ, რომ თავი უფრო დავიცვათ და მაქედან გამომდინარე ჩვენ უალტერნატივოდ ჩავთვალეთ ფარას მიღება.
იქიდან გამომდინარე რომ როგორც თქვი შესავალ ნაწილში აქ უკვე ჯარიმი თავს ვერ არიდებ და როდესაც უკვე იცი რომ ციხე გემუქრება მაგ შემთხვევაში კვლავ ორი დანიშნულება აქვს ამ კანონს ერთი რომ თუ ვინმეს ასე ვთქვათ ისეთი რაღაცა ექნება დაფინანსებული რომლის აღრიცხვასაც შემდეგ არ მოახდენს რა თქმა უნდა სისხლის სამართლის წესის პასუხისგებლობას მიეცემა მაგრამ მეორე დანიშნულება არის პრევენციული ხასიათის უკვე შეიძლება მას რომ განზრახული კონდეს რომ რევოლუციის რაღაცა ნაწილი დააფინანსოს იგი უკვე ამ შიშის გამო ამ ყველაფერს ვერ დააფინანსებს ხო ჩვენ ვხდით რევოლუციას გამჭვირვალეთ მოდი ესე ვთქვათ ხო თუ შენ რევოლუციას აპირებ ჩვენ ქვეყანაში მინიმუმ გამჭვირვალე მაინც იყოს ეს რევოლუციური გეგმა. თავარი პრევენციული მექანიზმი ფარა მაგიტომ მოიგონეს რომ იქ ფულს ვერ კრძალავდნენ, ლობის ვერ კრძალავდნენ და გააკეთეს. კი ბატონო, ეხა აპელირებს ოპოზიცია. კი, ოპოზიცია აპელირებს რომ ეს ფარაც არის რუსულიო, ფარა არ ითვალისწინებს რაღაცა ამის დადეკლარირებას, იმის დადეკლარირებას. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პასუხი და ძალიან მარტივი მიდგომა. ჩვენ კოპირებული ვარიანტი გადმოვიღეთ ერთი-ერთი სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი და პირდაპირ გვაქვს მარტივი პასუხი. რასაც ითვალისწინებს ამერიკაში ფარა, ვისაც ეხება ამერიკაში ფარა, რა სანქციებითაც ეხება ამერიკაში ფარა, აბსოლუტურად ანალოგიური ხდება საქართველოში. არც მეტი, არც ნაკლები. თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშანი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნე არის მოქმედებს, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სტანდარტებს და ღირებულებებს, შეუძლიათ მიმართონ ამერიკის საელჩოს მაგალითად. შესაბამისად ეს ახალი სპეკულაცია მოვისმინე, რომ თითქოს ეს ხო უცხოური გავლენის აგენტებზე არისო და ეს NGO-ებს და მედიაზე არ არისო, რაც არის სრული სიცრუე, იმიტომ რომ თუ კარგად ჩაიხედავენ იმ რეესტრში, არაერთ მედი უცხოურ რა თქმა უნდა, უცხოეთის დაფინანსებით არაერთ მედია საშუალებას იპოვნიან, ნახავენ გერმანულსაც, ნახავენ ჩინურსაც, რუსულსაც და იაპონურსაც მათ შორის აქ მარტო პრულ ქვეყნებზე არ არის ლაპარაკი. მე დავაზუსტებ, რაც წეგან შეეხებოდა, რომ რამდენი მოსმენით არის 1 აპრილს უკვე მესამე მოსმენით მიღებულია, გადაგზავნილია პრეზიდენტთან ხელმოწერაზე სხვადასხვა კანონებიც და ეს ფარა პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე 60 დღის შემდეგ უკვე ამოქმედებოდა შევაძალე. ხო, ფაქტობრივად უკვე 2 თვის თავზე ეს ამოქმედებული იქნება და მე ხა ჩამოვაყალიბე აუცილებლობა რატომ გავამკაცრე და კიდევ ერთხელ ხას უსვავ და მე ამას ოპოზიციასთან არ ვერიდები, როდესაც ოპოზიციური ტელეარხები მეკითხებიან, კი ბატონო, ეს არის გაცილებით მკაცრი, ეს არის გაცილებით დრაკონული კანონი, ვიდრე იყო ჩვენი გამჭვირვალობის უმარტივესი კანონი, რომელიც ფიზიკურ პირებსაც არ ეხებოდათ. ფარა ფიზიკურ პირებსაც ეხებოდა. და მე მინდა ჩვენ საზოგადოებას 20%-ობა იყო კიდე. კი, იქ 20%-ზე ზემოთ უნდა ყოფილიყო, აქ $1 რო შემოვიდეს, უფლება გვაქვს რომ უკვე მოვითხოვოთ, თუ ხედავთ რომ აქ არის პოლიტიკური ინტერესი უცხო ძალის მხრიდან, მოვითხოვოთ მათი. არა, ის იყო მართლა გამჭვირვალობის. და მე მინდა ჩვენ საზოგადოებას კანონი და ხა ჩვენ მივიღეთ დრაკონული ამერიკული კანონი, რომელიც ლაპარაკობს რომ ყველაფერი რაც შემოდის უცხოეთიდან ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესს და ჩვენ ხედავთ დღეს როგორ ერევა და მოდი აბა ვნახოთ. კი ბატონო, და ერთ რაღაცა შევახსენებ, ურამ ჩვენ საზოგადოებას, რა ძალიან საინტერესო არის, შეიძლება ბევრს ამაზე ინფორმაცია არ ქონდეს, როდესაც უშუალოდ რუსულ კანონს უჩივლა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ რუსეთიდან სტრასბურგის სასამართლოში რომ გაასაჩივრა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 6 მუხლი 6 დრაკონული მუხლი, რომელიც წერია რუსულ კანონში, რომელიც არღვევს აბსოლუტურად ყველანაირ ადამიანის უფლებებს. არც ერთი ეს მუხლი ჩვენს მარტივ 6 გვერდიან გამჭვირვალობის კანონში არ ყოფილა. და ასე ეუბნებოდნენ საზოგადოებას, როგორ გააპროტესტებინოს, რომ ეს არის რუსულიო, ამითი ვადასტურებს, რომ ეს რუსული არ არის. მეორე ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თუ ამ კანონს მივიღებდით, აუგზავნებდით ოპოზიციურ მედია საშუალებებს და ჩვენ აუგზავნებდით NGO ორგანიზაციებს. ერთი წელი გავიდა, არ აგვიგზავნოს არც NGO ორგანიზაციები, არც ოპოზიციური მედია საშუალებები. ასევე ეუბნებოდნენ, რომ როგორ შეიძლება ეს კანონი ეხებოდეს მაგალითად USA-ს და NET-ს, როდესაც ისინი ამერიკული ორგანიზაციები არიან. დადასტურდა, რომ ორივე არის კრიმინალური ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში უკვე კითხვა მიჩნდება მე იმ საზოგადოებასთან, რომელიც თქვენ ახევარი გამოიყვანეს, აპროტესტებინეს, აძახებინეს რუსული კანონი, ქუჩაში დააყენეს და ასე შემდეგ, რომ დღეს მათ პროტესტი არ უჩნდებათ იმ ადამიანების მიმართ, თუ შიდა აქტორების მიმართ, თუ გარე აქტორების მიმართ, ვინც აი ეს ყველაფერი ტყუილი დააჯერა და თქვენ ახევარი ქუჩაში ამყოფეს. არანაირი პროტესტი არ უჩნდებათ. არა, იმიტომ რომ იმას მე ყოველ ესეთ შემთხვევას იქ არსებობს მათივე ენაზე მოგონილი ტერმინი გაправება, იმას უხსნიან მე და ეუბნებიან, რომ ეს რუსული ხო იმიტომ იყო, რომ რუსეთშიც ასე დაიწყო. ეს პირველი ნაბიჯია. მე ესე მოყვება. ანუ ქართული ოცნება რომ პრორუსია, ეს იცი რომელი წლიდან არსებობს? პირველი განცხადება რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს გააკეთა იქიდან. კი. და რა ვერ გავიდა ეს 12 წელი, რა ვერ დადასტურდა რომ ეს მე სხვა შორის ახლა ბოლო პოლიტიკურ განცხადებაში აღვნიშნე რომ აი ყველამ გულში ჩაიხედეთ თქო, მარტოები რო დარჩები თქვენ თავთან თქო და ერთი ფაქტი თქვენ თავს
ერთი ფაქტი უთხარით, ან ერთი მაგალითი მოუყვანეთ, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ 13 წლის განმავლობაში რუსული საქმე, ან რითი გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში. აი მოდი ეშმაკის ადვოკატი იყავი და მაქსიმალურად კრიტიკულად შეხედე. შეგიძლია ერთი მაგალითი მოიყვანო. საპროტესტო ელექტორატიც არის ცოტა ჭრელი რა, ანუ იქ არსებობენ ადამიანები რაღაცაში ეჭვებარებათ, მაგრამ არსებობს აბსოლუტურად სექტანტური მორწმუნე ნაწილი, რომლებიც ანუ ყველაფერი, ანუ ეხლა ცოტა დრო გვეწურება ჩვენ თორე შორს რა წავიდე, ისე შეათ ვამბობ ხოლმე, რომ ესენი ორი სხვადასხვა სამყაროდან ლაპარაკობენ. მათ სამყაროში ყველაფერი შავთეთრად გაყვავილი და მე თუ ვკითხო ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ამიტომ პირველ რიგში ამიტომ უნდა გასამართლეს, რომ სამყაროს ეს ხედვა დანერგა. მან ისედაც ოკუპანტი რუსეთისგან პიარულადაც შექმნა დიდი მტრისხალი, რომელსაც თქვა, რომ ამასთან გაკარება არ შეიძლება. ყველაფერი რაც არის საპირისპირო რუსეთის არის დასავლეთის და იმ შავთეთრებში დაანახა. ამიტომ შენ თუ იქ რაღაცა კრიტიკული ხო თქვი, რომ იქიდან ჩვენ რაღაცა უსამართლოდ გვექცევენ, ანუ შენ დასავლეთ შორდები, დასავლეთ თუ შორდები, ცალკე საქართველოს არ არსებობს. ესე იგი რუსეთში მიდიხარ. ეს აი ამ ლოგიკის მსჯელობის ადამიანები არიან რაღაცა ნაწილი. აქ კრიტიკული აზროვნება არ არსებობს. აი მე გაჩვენებ ამ ვიდეოს, აი ამერიკაში რომ ეს გოგო აქციაზე გამოდის. ნუ გადალესილი სახე, მარჩვეულებრივი მანქურტი, ხო იცი, ანუ აზროვნება არ გაუულია. მასთან უთხრეს აკეთებს ჯერა მოქმედებს. ერთადერთი ისევ გეუბნები ხშირად მომყავს ეს დავით აღმაშენებლის მაგალითად ანუ რაღაცა შეიძლება უთხრა მიუთითო მიდენო მოდი ახლა ესე ვქნათ რაღაც დათმოს წახვიდე ეს გრძელდება 12 წელია და ეს ახლა დღეს დასრულდა და უნდა ბოლოს უნდა აიძულო გახსოვს თვითონ ხომ მოწონდათ რომ მიშამ ჩვენ ღვედი გაგვაკეთებინა სანამ ქართულს ჯარიმას არ დააწესებ მაგრამ დაწესიერად და კანონიერად არ მოიქცევა და რომ არა ჯარიმა ხო ღვედს არავინ გაიკეთებდა ხო კარგია ღვედი აი ეს არის ის ღვედი რაც მათ გაუკეთდებათ იმისათვის რომ აი ეს რუსთაველზე რევოლუცია კი არ აწყონ იმითი რა ქვია ხელნაკეთი მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით რომელიც შეგახსენებთ რომ ამერიკამ მოლოტოვის კოქტეილზე თქვა რომ ეს არის შიდა ტერორიზმის გამოხატულება. ყველაფერი თქვა, მაგრამ ჩვენი გადაცემა რომ დავათვალოთ, თავარი ისაა რომ განცხადებები გვესმის, ამერიკული რიტორიკა შეცვლილია, მაგრამ როგორც თავისივე ლოზუნგი იყო საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ ველოდებით ქმედებებს. მადლობა მოგეთ ლევან ამ საინტერესო ეთერისთვის. მადლობა დაბადიშებისთვის. ამ განმარტებისთვის, ამ მთელი საკითხებისთვის, ჩვენი მედია კიდე შევხვდებით ამ ეთერში და ნახოთ, დაველოდოთ პროცესის განვითარებას. ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია, გემშვიდობებით დროებით.